მოგესალმებით, მე მარიამ ჩხიკვაძე ვარ, ეს კი ჩოხატაურის სათემო რადიო, მისი ხმა. დღეს შენი სტუმარია ნონა კორიფაძე, სოპრანო, ოპერის მომღერალი. ნონა, მოგესალმებით, ძალიან დიდი მადლობა, რომ გვეწვიეთ ჩვენს გადაცემაში და დაგვითმეთ დრო. მოგესალმებით მარიამ, დიდი მადლობა თქვენ მოწვევისათვის. მადლობა თქვენ კიდევ ერთხელ. ნონა, მოდით პირველ რიგში მოგვიყევით, როდის დაიწყო თქვენი მოგზაურობა მუსიკის სამყაროში? მე როგორც ვიცი, თქვენი ოჯახიც დიდი ხანია და თქვენი წინაპრებიც ასევე არიან მომღერლები, მუსიკოსები და თქვენი ოჯახის წევრებიც ახლაც ოპერის მომღერლები არიან და თუ კი იყო თქვენ ცხოვრებაში ადამიანი ან რაიმე მოვლენა, რომელმაც განსაკუთრებული როლი ითამაშა თქვენი გადაწყვეტილების მიღების პროცესში და ზოგადად როგორი იყო ასეთ მომღერალ და მუსიკალურ ოჯახში აღზრდა? აი გეტყვი ახლა, მე ვსწავლობდი მუსიკალურ სკოლაში. ჩემი ძმა ყოველთვის მღეროდა და აი ბათუმში მაგ დროისთვის იყო ოპერის თეატრის ძალიან ესეთი წარმატებული სპექტაკლები რა და როცა ვესწრებოდი ამ სპექტაკლებს ძალიან მომეწონა. ყველა მომღერალი კარგი იყო, კარგი სანახაობა იყო და ინსტრუმენტთან როცა ვჯდებოდი ხოლმე მეც ვმღეროდი, მაგრამ იმას კი ვხვდებოდი, რომ საესტრადო ხმა არ მქონდა რა. და ერთ დღეს დედაჩემს ვეუბნები თქო, რომ ისა სიმღერა მინდა თქო და მიმიყვანე ვინმესთან, რომ აი შემილია თუ არა რომ ვიმღერო თქო რა და მაშინ მიმიყვანა ბათუმის ოპერის თეატრის სოლისტი იყო და ქალბატონი მარიამ ჯახუტაშვილი და იმას შემამოწმა და დედაჩემს უთხრა რომ გამზადებული საოპერო ხმა არისო და აი იქიდან დაიწყო ჩემი სიმღერა. ანუ 16 წლის ვიყავი, ჯერ სასწავლებელი დავამთავრე, მე კონსერვატორია, მე პარიზში წავედი სტაჟირებაზე და რა ვიცი, აი დღემდე ვმღერი და ვნახოთ, როდემდე ვიმღერებ. იმედია დიდხანს ვიმღერებ. და რომელი იყო თქვენი პირველი როლი, რომელიც შეასრულეთ და აი დღეს თქვენთვის რა ემოციებთან ასოცირდება ეს ყველაფერი, ეს გამოცდილება? პირველი როლი იყო ზაქარია ფალიაშვილის ოპერა დაისში მაროს პარტია. ვიყავი 21 წლის, როცა შევასრულე ეგ პარტია და დღესაც ძალიან კარგად მახსოვს, ფარდა რო გაიხსნა, ისევ ღელავდი, რომ იმას ვფიქრობდი, რომ ეხა ნეტა ჩემს ადგილას სხვა იჯდეს თქო და ის მღეროდეს მეთქი. ხო და იმის მერე მღერი და ეხა აღარ ნერვიულობ ნამდვილად, პირიქით ეხა ერთი სული მაქვს, როდის გაიხსნება ფარდა, რომ წავსდგე მაყურებლის წინაშე. ალბათ ისეთი წარმატებული ხარ თქვენ ახლა უკვე, ბევრი გამოწვევა შეგხვდებოდათ ალბათ ამ წარმატების გზაზეც და როგორ გადალახეთ ეს და ვინ გიჭერდათ მხარს? ხო, ნუ გამოწვევები ყველა სფეროში არის და რა ვიცი ახლა როგორ ეხაც გამოწვევების წინაშე ვდგავარ. ძალიან მიდგას გვერდით ჩემი მეუღლე თვითონ არის მომღერალი, ბარიტონი, საზა ხამათაშვილი. აი დიდი ხნის აი როცა ბათუმის ოპერის თეატრი იყო, იმაშინ გავიცანი და აი სასწაულად მღეროდა რა. მოხიბლული ვიყავი მისი სიმღერით და მერე ისე მოხდა, რომ შევხვდით ერთმანეთს და დავოჯახდით. დღემდე მიჭერს მხარს ყოველთვის გვერდში მიდგას, აი რაღაცას დაუშვათ რომელიმე არიაში თუ რაღაც არ მომწონს, ეხმა ვოკალზე მაქვს საუბარი, რაღაც ადგილი შეიძლება ისეთი არ იყოს, როგორიც უნდა იყოს, შემისწორებს ხოლმე და რა ვიცი, დღემდე გვერდში მიდგას და ვახერხებთ, რომ ვიმღეროთ. აი ძალიან საინტერესო საკითხი ახსენეთ ახლა თქვენ, რომ თქვენი მეუღლეც არის ოპერის მომღერალი, ასევე თქვენი ძმაც არის ოპერის მომღერალი. მაინტერესებს მათთან უშუალოდ მუშაობის დროს, როდესაც ისინი არიან თქვენი სცენური პარტნიორები, ეს პროცესი როგორია, თუ კი განსხვავდება სხვა სცენურ პარტნიორებთან მუშაობის პროცესისგან, უფრო მარტივია თუ ცოტათი ართულებს უფრო სიტუაციას? აი ხა გეტყვი. მართლა როცა ვმღერი ხოლმე არ ნერვიულობ, ნუ იმიტომ რომ ეხა ის პროფესიონალია და დიდი ხანი სცენაზე დგას. რაც შეეხება ჩემს ძმას, თავიდანვე მღეროდა ქართულ კალათურ სიმღერას. და ნუ ოპერით შემდეგ მოიხიბლა, ისიც ტენორი არის.
და პირველად ვიმღერეთ სპექტაკლი ერთად პუჩინის ბოჰემა. მთავარ პარტიას სიმღეროდა მეც და ჩემი ძმაც და აი მაშინ ძალიან უღელავდი მისთვის პირველი სპექტაკლი იყო და მით უმეტეს ერთად პირველად მოგვიწია სიმღერა და აი მართლა ძალიან უღელავდი ჩემს პარტიაზე და ჩემს სიმღერაზე არ ნერვიულობდი და აი როცა გამოდიოდა სცენაზე სპექტაკლის მიმდინარეობის დროს ძალიან დაძაბული ვიყავი, მაგრამ ძალიან კარგად გაართვა თავი და კარგად იმღერა და იმის შემდეგ აღარ ნერვიულობ არც ჩემ ქმართან მიმართებაში, არც ჩემ ძმასთან მიმართებაში. რაც შეეხება ეხლა რა თქმა უნდა კომფორტულია სიმღერა, როცა შენი ძმა და მეუღლე დგას სცენაზე. თუმცა პარტნიორებს არ ვანსხვავებ და ისმიერ მომღერალთან ისე კომფორტულად ვიმღერებ, როგორც ჩემს ძმასთან და ჩემს ქმართან, იმიტომ რომ მოგეხსენებათ, რომ ეხლა არ არის ფუფუნება, რომ ყველა მომღერალს გვერდით პარტნიორი ყავდეს, ან ძმა და ან ქმარი და პროფესიონალმა ადამიანმა ყველასთან უნდა იმღეროს, იმის და მიუხედავად მე მომწონს თუ არა პარტნიორი და პიროვნულად არის თუ არა კარგი ადამიანი. ანუ სცენაზე ის უკვე აი ეგ თემა დახურულია რა, ვინც დგას შენს გვერდით, ანუ მომღერლის გვერდით, ვალდებულია მომღერალმა, რომ ყველასთან იმღეროს. დიახ. აი მე მაინტერესებს რა თვისებები და უნარები არის საჭირო და თქვენ რა თვისებები და უნარები დაგჭირდა და გამოგადგათ ყველაზე მეტად იმისათვის, რომ თქვენს პირველში წარმატებისთვის მიგეღწიათ. აი თვისებ ჯერ პირველ რიგში უფლისგან უნდა გქონდეს ნიჭი ბოძებული. ხმა, სმენა და ნუ დანარჩენის შემდეგ მუშაობის პროცესში ვითარდება მომღერალი. როცა კარგი პედაგოგი ყავს, ვოკალურად გამართული უნდა იყოს სცენაზე მომღერალი და ნუ თავისთავად შემდეგ არტისტიზმი, სცენიურობა, ხასიათი, ემოცია, ენერგეტიკა და გული და ტვენი უნდა გქონდეს ეს ყველა დამახასიათებელი თვისება მომღერალს. აი არტისტისთან დაკავშირებით ყოველთვის მაინტერესებდა ოპერა იმით განსხვავდება სხვა სფეროებისგან ხო, თუნდაც რომ თან მღერი, თანაც უნდა იყოს ძალიან არტისტული და უნდა გამოხატო ეს ყველაფერი, ხო? თან თეატრია, თან მღერი კიდეც და ძალიან მაინტერესებს აი როდესაც ცდილობთ რომ აბალანსოთ ხმა ხომ, აკონტროლოთ უნდა ხმა და რთული არის ხო ეს ყველაფერი და თან უნდა იყოს ძალიან გამომხატველი, არტისტული ეს ყველაფერი როგორ ახერხებთ ამის ბალანსს და ეს ემოციის გამოხატვის საჭიროება ხომ არ ართულებს იმას რომ დავუშვათ ვოკალურად შენარჩუნოთ ბალანსი. გასაგებია შეკითხვა, ახლა გიპასუხებ. ანუ რა თქმა უნდა, ოპერის მომღერალის სირთულე ის არის, რომ თან რომ ითამაშოს და თან უნდა იმღეროს კარგად. რომ აი დავუშვათ ვოკალური პრობლემა არ გამოიხატებოდეს სცენაზე, ამა თუ იმ როლში, მაგრამ იმდენად გამართული უნდა იყოს მომღერლის სახმო აპარატი და იმდენად უნდა მოფლობდეს ხმას მომღერალი, რომ არ ფიქრობდეს თამაშის დროს ხმაზე. ანუ ძალიან თავისუფლად უნდა თამაშობდეს და გამომსახველი უნდა იყოს. როცა ვოკალი აქვს მომღერალს კარგად ჩამოყალიბებული, აი შემდეგ გადადის თამაში. თუ პრობლემა აქვს ვოკალის ხმის, მაშინ ის აი ვეღარ ითამაშებს სცენაზე, რა თქმა უნდა, იმ დოზით და აი ყველაფერი გაზომილი აქვს და ემოციაც უნდა იყოს თავისთავად, მაგრამ ემოციაც უნდა იყოს გაზომილი და არა გადაჭარბებული. მადლობა. თქვენს როლებს რომ მივუბრუნდეთ, თქვენ ძალიან ბევრი ძლიერი ქალის როლი გაქვს შესრულებული, ხო? მე მქონდა შესაძლებლობა რომ ასევე მომესმინა თქვენთვის, როდესაც ასრულებდით ლელას როლს და ლელას არიას და ძალიან რა თქმა უნდა, როგორც ვახსენეთ, უნდა იყოს არტისტული ოპერის მომღერალი და თქვენ უნდა აჩვენოთ ამ ადამიანების როგორც სუსტი სისუსტეები, ისე სიძლიერე და ძლიერი მხარეები. მაინტერესებს, როდესაც შეისწავლეთ თქვენს როლს, თქვენს გმირს, როგორია ეს პროცესი, როგორ ხთით ამ გმირს თქვენთვის უფრო მეტად ახლობელს, რომ შემდგომ უკვე შესაბამისად გადმოსცეთ სცენაზე და მიიტანოთ მაყურებლამდე. ანუ, როდესაც ვიწყებ
პარტიის მომზადებას, ნუ თავიდან მართლა რთულია და ის რო ჭირდება, რომ გაითავისო პარტია, რომელსაც ამზადებ, როგორც ხასიათობრივად, ასევე ვოკალურადაც. და ის შემდეგ, როცა უკვე პარტიას ვამზადებ, შემდეგ მიყვარდება ძალიან ის როლი, რომელსაც მღერი. ნუ ქართული როცა არის, მით უმეტეს ახლა ქართული ჩვენთვის ჩვენი მშობლიური ენაა და ადვილია შინაარსის გაგება და იმის გადმოსცემა, რასაც მღერი და შინაარსის გადმოცემაც მაყურებლამდე ძალიან ადვილია და როცა იტალიურ ოპერას მღერი, ჯერ თარგმანი არის საჭირო, ტექსტი რო ვიცოდეთ, შინაარსი ვიცოდეთ და შემდეგ გადმოვცემთ იმ გმირს, რომელსაც მღერი და კი, ახლა ვიმღერე ლელას პრემიერაზე შენ იყავი, რევაზ ლაყიძის ოპერა ველაზე და თან რეჟისორმა ისე დადგა, რომ ანუ ლელა იყო მებრძოლი ქალი და საქართველოზე შეყვარებული ადამიანი და ანუ გამარჯვებისთვის ბრძოლობდა და რა ვიცი, მე მგონი გამომივიდა რა, შენ რა მე სიტყვი? აუცილებლად უნდა აღვნიშნო, რომ მე ვიყავი აღფრთოვანებული და ძალიან დიდი შთაბეჭდილებების ქვეშ, განსაკუთრებით აი ცნობილი საფიროს ხმელეთ ზურმუხტო. არ ვიცი, ცრემლები მომადგა, არაჩვეულებრივად შეასრულეთ ნამდვილად და მთელი დადგმა. მეც როდესაც მაგარი ვასრულებ, მიდგას თვალწინ ჩვენი სამშობლოს წარსული ისტორია და დღევანდელობა და მეც ცრემლის გარეშე ვერ მღერი რევაზ ლაყიძის ოპერა ლელას არიას საფიროს ხმელეთ ზურმუხტოს. მეც ეგრე მომდის ცრემლები, იმდენად დრამატიზმით არის დატვირთული ეს არია და ამ არიაში ჩანს ჩვენი ქვეყნის ისტორია და ჩვენი ქვეყნის ის გზა, რაც გაიარა ჩვენმა ქვეყანამ და როგორ მოვიდა აქამდე. მართლა ძალიან საოცარი არია და საოცარი სპექტაკლია რევაზ ლაყიძის უკვდავი ოპერა ლელა. კი და ასევე უნდა აღვნიშნო, რომ თვითონ თუნდაც სცენის გაფორმება, ეფექტები და ასე შემდეგ იყო ძალიან შთამბეჭდავი და ამასაც კიდეც ცოტა ამბავი მოქონდა. კი, ჩვენ რეჟისორი გოჩა კაპანაძე, ვინც დადგა, ეს მისი ხედვა იყო ასეთი და ცოტა თანამედროვე დადგმა გამოვიდა. შინაარსი ისევ ის, რაც დაწერა ლაყიძემ. ასევე, როდესაც თქვენ გიცქერდით სცენაზე, ძალიან კარგად გადმოეცით ლელა, როდესაც იყო გულნადგენი ხო, როდესაც რაღაც თავის საყვარელ ადამიანთან იყო, მერე ეს ადამიანი გარდაიცვალა, ასე შემდეგ, როდესაც იყო ძლიერი, როდესაც იყო რაღაცა მიზანმიმართული და შოუპოვარი და მაინტერესებს თქვენი შტრიხები, საკუთარი შტრიხები თუ კი შეგაქვთ როლში, თუ ესე მიყვებით პირდაპირ წინასწარ გაწერილ სცენარს, აი დავუშვათ თუნდაც პატარა მიმიკა, პატარა მოძრაობა თუ შეგიტანია თქვენ როლში. ისტორია აკეთებს მონახავს და დგამს სპექტაკლს, მაგრამ დანარჩენი მსახიობმა უნდა გადმოსცეს შენეულად, ანუ რა თავისი შეხედულებებით უნდა გადმოსცეს მსახიობმა და ეხლა ესე დაზეპირებით ვერავინ ვერ დაიზეპირებს, იმიტომ რომ ემოცია რო აქ ადამიანს და რომ გამოდის და მღერის ის თავის ხელწერას დევს, ასე ვთქვათ რა. და ყველას თავისი ხელწერა აქვს. დიახ. და ეს შესრულებული ქალები გმირები თუ კი რჩებიან შემდგომ უკვე თქვენი პიროვნების ნაწილად, სადმე ხომ არა შეგიმჩნევიათ, რომ რომელიმე თუნდაც ლელა, თუნდაც დაისიდან რაღაცა თქვენს პიროვნებაში დარჩა ის ხასიათი, რაც იმ ქალს ჰქონდა. იცი რა, ხა მებრძოლი ადამიანი ისედაც ვარ რა. არ ვარ ხა ისეთი ადამიანი, რა ძალიან ნაზი ძალიან ეგეთი არა და ალბათ კი, რა თქმა უნდა. კი. კი. ხომ არ გქონთ საყვარელი როლი, რომელიც განსაკუთრებულად გამორჩეულად გიყვართ? როლი მაქვს, კი, მაქვს და ალბათ იმღერებ. საყვარელი როლი ჩემი არის პუჩინის მანონ ლესკო. ანუ ძალიან ისეთ დატვირთული სპექტაკლია ემოციურად და დრამატურგიულად და აი ვფიქრობ, ალბათ მოვამალე ის დრო, რომ ვიმღერებ ამ ჩემს საყვარელ როლს. ჯერ ადრეა. ყველაფერს ასე ვირდება.
აა, თქვენ როგორ აბალანსებთ თქვენს პირად ცხოვრებას და პროფესიულ საქმიანობას? ხო, აი ვაბალანსებ შეძლების დაგვარად. ალბათ ისიც მეხმარება, რომ ჩემი მეუღლე ხელოვანია და მომღერალია და იმიტომ ვაბალანსებ, თორე ალბათ ისე გამიჭირდებოდა, იმიტომ რომ ხელოვანს გვერდით უნდა ყავდეს ხელოვანი, ვინც იცის რა არის სცენა, რა არის სიმღერა, რამდენად რთული პროფესია და ვუგებთ ერთმანეთს და ვაბალანსებთ. აჰა. მოვიდივართ ასე აქამდე. ნამდვილად სწორი შენიშვნა არ არის თქვენ თქვით, ხელოვანის გვერდით უნდა იყოს ისეთი ადამიანი, რომელიც აფასებს იმ საქმეს, რასაც მისი მეუღლე აკეთებს და ხედავს ამის მნიშვნელობას. აჰა. ამ მე მაინტერესებს რა არის თქვენთვის ყველაზე საყვარელი ოპერაში და თქვენი აზრით რა აქვს ოპერას ისეთი, რაც სხვაგან შეიძლება ადამიანმა, მსმენელმა, მაყურებელმა ვერ იპოვოს, რითიც ინარჩუნებს დღემდე აქტუალურობას და რელევანტურობას. ნუ ეხა ოპერა არის ეს ფუფუნება რა ის სოფლიოში ყველა ქალაქში მით უმეტეს გერმანიის სოფელშიც კი აქვს ოპერის თეატრი. ხოდა ნუ ეხა ოპერას თავისი განსხვავებული მსმენელი ყავს. მე ხა არავის არ ვაყენებ შეურაცხყოფას, მაგრამ ნუ მაღალი განათლების და მაღალი კულტურის მქონე ადამიანები უსმენენ ძირითადად ოპერას. და ჩემთვის რა თქმა უნდა ეხა საყვარელია ის რომ გამოვდივარ სცენაზე მსახიობებთან მომღერლებთან ერთად აკომპანიმატორობას გვდევს ორკესტრი, ნუ ორკესტრის ჟღერადობა ხო საოცრებაა და რა ვიცი ჩემთვის ძალიან საყვარელი საქმეა ის რასაც ქვია ოპერის მომღერლობა. ძალიან ბედნიერი ვარ რომ გავარ სცენაზე და მომღერი და გადმოვცემ ამა თუ იმ როლში ჩემს ემოციას, ჩემს გრძნობებს. ნუ რა ვიცი, ძალიან ბედნიერი ვარ. და ალბათ სწორედ ეს თქვენ მიერ განმოცემული ემოციები და გრძნობებია ეს ყველაზე მნიშვნელოვანი რამ, რაც უნდა მივიდეს მაყურებლამდე, ხო? რის მისატანადაც თქვენ. აი ის მიდის ზუსტად მაყურებლამდე, ის ემოცია, გრძნობა, ტკივილი, სიყვარული, სიხარული და აი როცა ამას მომღერალი გადმოსცემს, შემდეგ უკვე მსმენელამდე როცა მიდის, ეს არის ზუსტად შემდეგ მსმენელი რომ აგეპირა მაგალითად მსმენელს და ტანში რომ აჟრიალებს, ესე არა, ანუ მომღერალმა იმდენად უნდა მიიტანოს თუნდაც ტკივილი მსმენელამდე, რომ მსმენელმა ეს იგრძნოს. გააჩნია როლს. არის კომიკური ოპერები, სადაც მხიარულებაა და ეს უნდა გადმოსცეს მომღერალმა, არის დრამატიზმი, დრამატული პარტიები და ტრაგიკული როლები, მაშინ ის უნდა გადმოსცეს მომღერალმა და ესე რა. თქვენ თუ კი გითამაშიათ ასევე კომიკური როლიც. იცი რა, მე კომიკური როლი არის ესეთი ოპერა, ლეონ კავალოს ჯამბაზები. პირველი აქტი არის საკმაოდ ისეთი დატვირთული, სიყვარულით, დრამატიზმით და მეორე აქტი არის უფრო კომიკური, მაგრამ ეხლა რომ გითხრა რომ თლად კომიკური არა, მაგრამ ნუ ისეთია, ის კომიკური მეორე აქტი არის, მაგრამ ამ კომიკურობაში გადმოიცემა ძალიან დიდი ღალატი და დრამატიზმი, რომელიც შემდეგ სიკვდილით თავდება მომღერლის. ჩემი როლი მთავრდება მე თვითონ ვკვდები რა ამ სპექტაკლში. მე პირადად ვფიქრობ, რომ ხელოვნებაში და თუნდაც მწერლობაში კომიკური ნაწარმოები, კომიკური როლი ყოველთვის ატარებს რაღაც სევდას და ეს არ არის სუფთად, ასე ვთქვათ, კომიკური რაღაცა. ყოველთვის არის რაღაც მნიშვნელოვანი და რაღაც სევდიანიც. სხვანაირად გადმოცემული. მაინტერესებს თქვენთვის ხომ არ მოუწია ვინმეს რჩევა, რომელიც თქვენთვის განსაკუთრებით სასარგებლო აღმოჩნდა თქვენი კარიერის განმავლობაში და ასევე რა რჩევას მისცემდით იმ ახალგაზრდებს, რომლებიც ახლა ფიქრობენ, რომ გახდნენ ოპერის მომღერლები? ანუ ჩემთვის ახლა რჩევა არავის ისეთი არაფერი არ მოუწია და მე მაგალითად ურჩევდი ვისაც უნდა რომ ოპერის მომღერალი გახდეს, ძალიან ბევრი უნდა იშრომოს. ძალიან ბევრი საკუთარ თავთან და შემდეგ
ნამდვილად აუხდება ოცნება და გახდება მომღერალი. სრულყოფილი. ძალიან დიდი მადლობა ნონა. ძალიან ველოდებოდი თქვენთან ინტერვიუს ჩაწერას და ესეთი საინტერესო იყო. მოხარული ვარ ამ შესაძლებლობისთვის. და მიხარია რომ ჩოხატაურის მსმენელებსაც აქვთ შესაძლებლობა რომ თქვენ შესახებ უკეთ გაიგონ და უფრო მეტი შეიტყვან. ჩემი მამა არის ჩოხატაურიდან, სოფელი წიფნარი, სადაც გავატარე მთელი ჩემი ბავშვობა. ჩემს ბებიასთან ჩემი ბაბუა მომღერალი იყო, ფოლკლორისტი აკაკი გორიფაძე. თავისი ძმაც, დაც მომღერლები იყვნენ და ძალიან კარგად ახსოვს ჩემი ბავშვობა და ძალიან კარგი მოგონებები მაკავშირებს სოფელ წიფნართან. ძალიან თბილი, უსაყვარლესი ადამიანები იყვნენ. რა თქმა უნდა, დღეს ისინი ცოცხლები აღარ არიან, მაგრამ ის სითბო და ის სიყვარული მომდევს დღემდე, ასე რომ ვთქვათ, და როცა ჩავდივარ, ყოველ ზაფხულს ჩავდივარ წიფნარში, როცა ჩავდივარ ხოლმე, სულ ჩემი ბავშვობა მიდგას თვალწინ, ის ბედნიერი წუთები და ძალიან ბედნიერი ვარ, რომ ვარ გურული. და რომ არის ჩემი სოფელი, ჩოხატაურის რაიონის სოფელი წიფნარი. და რა ვიცი, აბა, მიყვარს გურულები ძალიან. ძალიან დიდი მადლობა კიდევ ერთხელ. გისურვებთ წარმატებებს და ძალიან ველოდები თქვენ შესრულებულ შემდეგ როლებს და არიებს და მართლაც ოპერა არის რაღაცნაირი სული საზრდო და კიდევ ერთხელ განმეორდები, ჩემთვის იყო არაჩვეულებრივი გამოცდილება თქვენი ოპერის მოსმენა, ოპერა ლელას მოსმენა. ძალიან დიდი მადლობა მარიამ და ბედნიერი ვარ თუ მოგეწონა ჩვენი სპექტაკლი და რთოვანებული თუ ხარ და აუცილებლად დაგპატიჟებ შემდეგ როლზე, რომელიც მალე დაიდგმება სპექტაკლი და აუცილებლად დაგპატიჟებ ჩემო კარგო და მინდა მეც გისურვო ძალიან ბევრი წარმატებები, ძალიან კარგი ნიჭიერი ახალგაზრდა გოგო ხარ. კარგი მშვიდობები. მადლობა სუხდით ჩვენს მსმენელსაც. შევხვდებით შემდეგ გადაცემაში ახალი სტუმრითა და ახალი თემებით და შეგახსენებთ, რომ ჩვენი პროექტი ხორციელდება DVB International-ისა და გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს მხარდაჭერით და მისი მიზანია ქალების გაძლიერება და გენდერული თანასწორობის შესახებ ცნობიერების დონის ამაღლება. დროებით.